მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩემდა სამწუხაროდ ინგა მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ ესეთი ინფორმაციები გვაქვს და ამაზე ბოლო 2 დღეა ვსაუბრობ. ასევე სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა რომ ქვეყნის გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გარიგებულია და ყოველდღიურ კომუნიკაციაში ამ ქვეყანაში ყოვლის შემძრე სუპერკრიმინალებთან. და ისინი მთელ ქვეყანაში სიტუაციას არეგულირებენ კრიმინალების საშუალებით. აი ეს არის შედეგი იმ რუსული დიქტატურის, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. კრიმინალებზე როცა საუბრობთ, სამხედროებაში გაქვთ კრიმინალური სამყარო, იმიტომ რომ მაგალითად ირაკლი შაიშმელაშვილი ჩემთან ინტერვიუს დროს კრიმინალებს უწოდებდა თავად ოცნებას. ანუ და ხალხს, რომელიც მომჯდარი არიან მართლობა. ისინი სხვა ტიპის კრიმინალები არიან. დიახ. არა, მე ვგულისხმობ ნამდვილ სუპერკრიმინალებს, მინდა რომ აი ამ სიტყვას მნიშვნელობა, ანუ ყურადღება მიაქციოთ და რატო ამას ძალიან მალე საზოგადოება გაიგებს. უფრო მეც გვეტყვით, ანუ კრიმინალები ხომ არ გემუქრებიან, ჩემი კითხვის საპასუხოდ რა კი ეს თქვით თქვენ ახლა, რამე ინფორმაცია ხომ არ მოსულა თქვენამდე? რომ მათ უკვე განახორციელეს ერთხელ, როდესაც ჩვენია ეს მხილების სერიები დაიწყო ჩემი ოჯახის წევრზე გარკვეული, ასე ვთქვათ, თავდასხმა იყო ეს მეტი არაფერი. ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი მცდელობა და მესამე მცდელობის ჯერზე, ამათიც იხე რომ შიგნა გატეხილია ეს ყველა მიცის, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მოგდის ინფორმაციები, მათ შეცვალეს სტრატეგია და თქვეს რომ მოდი ეხა ჩიკვაიძის თემა მალე მოვრჩეთ და ციხეში ისე მივხედავთ როგორც გვინდა. ინგა არავის არც მათ დაქვემდებარებული კრიმინალების, არც თვითონ კრიმინალი გაბიტაშვილის არავის არ ეშინია ამ ქვეყანაში. აი საოცრება ხდება, ესე იგი იგა 38 წლის ვარ და ჩემ თავთან სულ მსჯელობ ბოლო პერიოდში აი განსაკუთრებით ხნედ გრძნობ თავს და აი ხანდახან ჩემ თავს ვეკითხები რომ რა გიხარია, ანუ იმიტომ რომ გადაწყვეტილია ჩვენი დაკავება, ხო? საბოლოოდ გავაცნობიერე ინგა რომ იმის გააზრება, რომ ეს არის სინდისის ხმა, რომ მე ვისჯები ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის და იმიტომ რომ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხელი არ მოვაწერე, ამისთვის ვისჯები. ამიტომ ეს ღირსების საკითხია და ღირსება ამ ადამიანებისთვის არის უცხო და ამიტომ გონიათ რომ აი ამ მეთოდებით რაღაცნაირად ყველაზე ექნება ზეგავლენა. გიორგი, იცით რა მაინტერესებს განსაკუთრებით ამ დღეებში, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ გიორგი ბაჩიაშვილმა დატოვა ქვეყანა, რომელიც ასევე პირდაპირ იყო ოლიგარქის პირადი სამიზნე, ხომ არ შეგიმჩნევიათ, ხომ არ გაძლიერდა თქვენზე თვალთვალი, რაც ამ ბოლო პერიოდში იყო. ანუ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდი თუ არა. მე შემთხვევით არ გავიხსენე, შაიშმელაშვილმა გაასწრო ოცნებას, გიორგი ბაჩიაშვილმა გაასწრო, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო ალბათ ივანიშვილისთვის და აი თქვენ შემთხვევაში ხომ არ გააძლიერეს ეს თვალთვალი? ერთი განსხვავებული რაც შევნიშნეთ, გარდა იმისა, რასაც ყოველდღიურად აკეთებენ ეს მანქანების დევნი და ასე შემდეგ, დღეს ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში, როდესაც ხილს ყიდულობდით, ორი ადამიანი, ერთი მარჯვნიდან, მეორე მარცხნიდან მედგა და ჩართული ტელეფონებით გვიღებდნენ ფოტოებს. ანუ ეხა მთხოვონ და უკეთეს ფოტოებს მივცემ, სადაც ალბათ კარგად გამოვიყურებენ. გიორგი, რას ელით ეხლა თქვენ? რას ელით ეხლა თქვენ და თქვენ არ ქონიათ მცდელობა ქვეყნიდან გასვლის? არა, ინგა, ვიცით რა არის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს ვერ მოხდება და არ მოხდება ჩემ შემთხვევაში. ჩვენ ვაპირებთ, ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ჩვენ ვეწირებით დროებით, რა თქმა უნდა, ამ რეჟიმის ქმედებებს, ამიტომ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და ეს იქნება გარდაუვალი. უბრალოდ აქედან კიდევ მინდა მიმართო, როგორც ჰეროდე ივანიშვილს, ისე მის აი ამ მთელ შპანას, რომელიც აი ესე მოდის მერე რგოლების მიხედვით. არც ერთი დედის ცრემლი, არც ერთი აი ამ მომღიმარე, უდანაშაულო ბიჭების თითოეული ტანჯვის დღე იქნება გამრავლებული 1-10-ზე თქვენ შემთხვევაში, როდესაც დაიწყება თქვენი პასუხის გება. და ეს გაზაფხული ძალიან მალე დადგება საქართველოში, კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. კარგით, სასამართლო ბოლო როდისაა ჩანიშნული და
ანუ სავარაუდოდ როდისთვის ელოდებით, რომ თქვენ შესაძლებელია ამ სასამართლოდან გაგიშვან ციხეში. თვის ბოლოს ველოდებით ინგა მათ ვერდიქტს და ნუ ეს სავარაუდოდ იქნება ის შედეგი, რომლის მოლოდინიც გვაქვს. მაგრამ ჩვენ არ ვზივართ ხელფეხდა რაღაცა დამშვიდებული, ყოველდღიურად დღესაც არაერთი შეხვედრა გქონდა სხვა ქვეყნის საელჩოსთან, ჩვენ ვაწვით აურაცხელ ინფორმაციას ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილში, როგორც ჩვენზე, ისე თქვათ, რაც კავშირში არის იმ უწყებებთან, რომლებიც ჩვენ გვერდჩიან. და მე მჯერა, რომ ძალიან მალე ჩვენ კიდევ ვიხილავთ უმძიმეს საპასუხო რეაქციას განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებიდან. სანქციებს გულისხმობთ? არა მარტო სანქციებს, მათ შორის ჩემი ღმერთწმენით იქნება საკმაოდ სოლიდური განცხადებებით სანქციებთან ერთად. მადლობა გიორგი, მშვიდობა გქონდეთ, რა ვიცი, რა უნდა გითხრათ, არ ვიცი, ალბათ რასაც როგორც ვითარდება პროცესები და რა დაჩქარებული ტემპითაც მიდის, მათ შორის თქვენი სასამართლოები, სავარაუდოდ გადაწყვეტილება საბოლოოა, რომ ციხეში გაგიშვან. ასეთია ყოველ შემთხვევაში ჩემი განცდა. ჩვენ სასამართლო პროცესზე ინგა უბრალოდ უნდა მოხვიდეთ და დაესწროთ და შეხედოთ იქ რეები ხდება, როდესაც მოსამართლე მაგალითად აპელირებს, რომ თურმე ჩვენ ისეთ განცხადებებს ვაკეთებთ ტელევიზორში, რაც ჩვენზე ცუდად აისახება მერე ჩვენ პროცესს. გეუბნებიან ამას პირდაპირ სასამართლოს. რა სამართალზე ლაპარაკობ? ანუ ამას პირდაპირ გეუბნებიან, რომ თქვენი განცხადებები. დიახ. ფრაზები აქვს ამოწერილი, მაგალითად, აი წინასწარმაზე ქალბატონმა იზაკ ელენჯერიძემ განაცხადა, რომ აი თქვენო ამადამ დღეს ეთერში ახსენეთო, ჩემი სიტყვა ახირებაო და აი ამაზე გამიმართა პოლემიკა. ხო, არ ვიცი, მე არ მაქვს კარგი მოლოდინი თქვენთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში როგორც ჩანს ეს დაჩქარებული სასამართლოებიც ამაზე მეტყველებს, რომ სავარაუდოდ პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ. აი ბაჩიაშვილი ამბობდა, რომ ციხეში შესვლა იქნებოდა ძალიან მძიმე, გავჭყლეთ. ეს იყო ივანიშვილისგან ნათქვამიო. თქვენ რაღაც მსგავსი ხომ არ შემოგითვალათ, არ ვიცი. რადგან მის ოჯახთან მოგივიდა გესტაპოს. შემომითვალეს კი არა, პირდაპირ გეუბნებით, რომ პირველი პირების კაბინეტებში რა საუბარიც იყო, ის ინფორმაცია მიჭირავს ხელში. ეს არის მათი სამართალი და ეს არის მათი მიდგომა ადამიანების მიმართ. რომ დავანებოთ თავი, ხა სანამ დავიჭერთ რაღა დარჩა, იმიტომ რომ ბევრს ყვირისო და ციხეში მივხედოთ ისე როგორც საჭირო არის. რას ნიშნავს როგორც საჭიროა ციცოცხლის ნუ აი ხა მეთოდები, ინგა 1 და 2 გვინახია ამ რეჟიმის პირობებში. აი ხა იქ 4 კედელში, როდესაც ყავხარ გამოკეტილი ამ ჰეროდეს ანუ ამ ადამიანებს ცემენ ვიდეოებს უღებენ და შემდეგ აყურებინებენ, იმიტომ რომ ეს მას სიამოვნებს. აი ეს არის მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. მადლობა გიორგი, რამის დამატება ხომ არ გსურთ და მე გადმოვინაცვლებ სტუდიაში. მადლობა თქვენ გიორგი ჩიკვაიძეს უსმენთ. არაფერს რაღა უნდა დავამატო, აი არ ვიცი უბრალოდ რას უნდა დღეს ორი გოგონა გავახეს, დაამტრიეს თალყმა ქუჩაში და ამას კიდე სოციალურ ქსელებში ხალხი რაღაცნაირად მათი მხარდამჭერები ამართლებენ. ინგა ერთ ფაქტს გავიხსენებ, სკოლაში შემთხვევით მახსოვს თამაშის დროს ერთ-ერთ გოგონას ხელი ვკარი. თელმა სკოლამ გამასამართლა, 2 კვირა არ დავდიოდი სირცხვილისგან. ეს ადამიანები საიდან მოყავთ, სად ზდიან, ან რა შეგნებით არიან? აი ეს ამ ტიპის სახელმწიფოს აყალიბებენ. სამწუხაროდ კი. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ვის დღეს ციხეში არის. ისინი იბრძოდნენ იმისთვის, რომ ესეთი სახელმწიფო არ ჩამოყალიბდეს. მადლობა გიორგი ჩიკვაიძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში მე მას